მოგესალმებით ყველას, მიხეილია თქვენთან ერთად და ჩემი არხია YouTube-ზე Mikhail HD. შემოგვერთით, გააკეთეთ subscribe და თქვენ აღარ გამოტოვებთ ახალ საინტერესო გაკვეთილებს. დღეს მე მინდა შემოგთავაზოთ უბრალოდ გამცნოთ, რომ ჩემს არხს დაემატება კიდევ ერთი პლეილისტი სახელად Android-ი და მისი აპლიკაციების განხილვა. კერძოდ კი განვიხილავთ იმ აპლიკაციებს, იმ პროგრამებს, რომელიც უკავშირდება ფოტოგრაფიას, ფოტოების დამუშავებას და ასე შემდეგ. მოგეხსენებათ უკვე ქუჩაში 21 საუკუნეა და ყველას ჯიბეში ყველა თქვენგანს უკვე უდევს smartphone და ის ცulis როგორც ფოტოაპარატს, ასევე როგორც კომპიუტერს და კიდევ ბევრ სხვა რაიმე ესა ხშირად მოხმარების საგანს. ვინაიდან და რადგანაც თქვენ მას ხშირად ხმარობთ, მუდმივად შედიხართ სხვადასხვა სოციალურ ქსელებში, იღებთ სურათებს ქუჩაში და სწორედ ამ სურათების გასაზიარებლად, დასაშიარებლად თქვენ გესაჭიროებათ სხვადასხვა პროგრამები, აპლიკაციები და ასე შემდეგ. იმისათვის რომ თქვენ სურათში გამოიყურებოდეთ ლამაზად, კარგად და დაამუშავეთ თქვენი ფოტო შესაბამისად ყველანაირი ეფექტების გამოყენებით, ამიტომ დღეს მე მინდა შემოგთავაზოთ ერთი ძალიან კარგი პროგრამა, რომელსაც ქვია Snapseed. შევიდეთ Play Store-ში და ვნახოთ როგორ მოუძებნოთ და გადმოვწეროთ. აი აქ ჩავუწერთ search-ი Snapseed. აი ესე. თქვენ ალბათ დაინახავთ, აი ეს არის ეს პროგრამა. თუ ვერ მოგიძებნოთ, პირდაპირ გადადით აქ search-ის დროს, search-ზე და ნებისმიერ შემთხვევაში მაინც ამოაგდებს. ეს არის აბსოლუტურად უფასო პროგრამა, რომელიც ეკუთვნის Google-ის აპლიკაცია და გადმოიწერთ და შემდეგ კი გააკეთებთ ნებისმიერ ეფექტს თქვენს ფოტოგრაფიაზე. მოდით ახლა გავხსნათ, ვინაიდან მე გადამოწერილი მაქვს ეს პროგრამა, მოდით ახლა მე გავხსნე ამ პროგრამას, გავხსნი რომელიმე ჩემს სურათს და განვიხილავ სათითაო მენიუში რა მენიუ რას წარმოადგენს და რა ფუნქციას ასრულებს. მოდით გავხსნათ, აი ესე იქნება ეს აპლიკაცია, გავხსნათ ნებისმიერი ფოტო, აქ არის ჩემი ფოტოები, თქვათ გადავიდეთ აი აქ და გავხსნათ აი ეს დამამუშავებელი ფოტო. ეს ფოტო გადავიღე დამოუკიდებლობის დღეს ვარდების რევოლუციის მოედანზე და მოდით ახლა დავამუშავოთ ჩვენი ფოტო. დავხედოთ არის სახეზეც რამოდენიმე ნაკლი, არის გადანათებული ადგილები, მოდით შევეცადოთ აი ამ პროგრამის მეშვეობით გავაკეთოთ ჩვენი სურათი ისე როგორც გვესაჭიროება. პირველ რიგში რას წარმოადგენს აი ეს პროგრამა? აქ არის ჩვენი აი ეს მაჩვენებელი, რომელიც გვიჩვენებს სურათის ფერების, განათების და ასე შემდეგ რაოდენობას, ანუ ჰისტოგრამა ქვია აი ამას. თუ ძალიან გადანათებულია, ან თუ ძალიან ბევრი ფერია, გროვდება ის ერთ ადგილას, ან მარცხნივ, ან მარჯვნივ. შესაბამისად, ჩვენ ხვდებით, რომ სურათს რაღაც ნაკლი აქვს. მოდით შევიდეთ აი ამ ფანკარ იკონკიან კლავიშზე, აი აქ დავაჭიროთ და ჩვენს დინაში გაიხსნება ეს უზარმაზარი მენიუ, რომელიც აი ახლა ჩვენ უნდა განვიხილოთ. მოდით დავიწყოთ პირველიდანვე.
tune image შევიდეთ აი აქ და დავხედოთ რას ასრულებს ეს ფუნქცია. ჩვენ შეგვიძლია აქ სურათი გავადიდოთ, გავაპატარავოთ. ხედავთ თქვენ აი პატარა მრგვალ touch იკონკებს, რომელიც წარმოადგენს ჩემი თითის მოძრაობებს, იმეორებს, აი ესე. და მოდით ახლა გამოვიძახოთ აი ეს მენიუ. თითის ერთი დაჭერით ეკრანზე აი ესე და გამოძრავებით ქვევიდან მაღლა, ან მაღლიდან დაბლა, აი ესე გამოდის აი ესეთი მენიუ. სადაც ჩვენ გვაქვს brightness, contrast, saturation, ambience, shadows, highlights, warmth. ნუ მენიუდან გამომდინარე, ვინაიდან თქვენ უკვე ყოველდღიურად ხმარობთ Photoshop-ს, ადვილად მიხვდებით ყოველივე ამის დანიშნულებას, ყოველი ფუნქციის დანიშნულებას და მაინც გავიაროთ. ერთხელ დავაჭირეთ თითი ეკრანზე, სურათზე, ავირჩიეთ brightness-ი, გავუშვით, brightness-ი უკვე არჩეულია და მარცხნიდან მარჯვნივ ან მარჯვნიდან მარცხნივ თითის გადატარებისას უკვე იცვლება ჩვენი პარამეტრები. აი ესე, შეგვიძლია დავარეგულიროთ. აი ესე, ოდნავ გავათეთროთ. მოდით ახლა ავირჩიეთ კონტრასტი, ისე მარცხნიდან მარჯვნივ ან მარჯვნიდან მარცხნივ. აი ესე. Saturation. ან ფერთა რაოდენობა. აი ესე შევარჩიოთ. ეს უკვე ambience HDR-ში გადაყავს. ანუ high dynamic range ქვია ჩვენს HDR სურათს. რომ განმარტოთ HDR არის high dynamic range image. აი ესე. ავირჩიეთ ჭრილები გავასწოროთ, შეგვიძლია ოდნავ ეს დავამუქოთ. highlights, ანუ გადანათებული ადგილები არ გავანათოთ ძალიან, პირიქით ოდნავ დავაკლოთ, რომ აი ცა გამოგვიჩნდა უკვე highlight-ების დაკლებისას, ოღონდ ჩვენი სურათი უკვე HDR-ში გადაიზარდა და warmth, ანუ გათბობა და გაციება ტემპერატურის, აი ასე. აი ეს დავარეგულიროთ, ოდნავ გავათბოთ. ეს ეფექტი უკვე ჩვენ გამოვიყენეთ და ახლა როგორ გავიგოთ, როგორი იყო მანამდე და როგორია სურათი ამჟამად. ამისათვის ჯერ დავაჭერთ აი ამ იკონკას მარჯვენა კუთხეში განთავსებულს, აი ესე ეგრეთ წოდებულ ჭიჭკას გავს, მოსანიშს და ოდნავ გავიმუქდა სურათი, თავიდან გადავასწოროთ, აი ესე. დავაჭიროთ აი ამ კნოპკას, აი ამას, ანუ მივიღეთ ჩვენი ეფექტი და მოდით ახლა შევამოწმოთ როგორი იყო მანამდე და როგორი გახდა ახლა. უბრალოდ ჩვენ სურათზე ერთხელ დავადებთ თითს, აი ესე და აი ესეთი იყო ჩვენი სურათი და გავუშვებთ, აი ესეთი გახდა ამჟამად. ჩვენ კიდევ უამრავი ეფექტი გვაქვს გასავლელი, ამიტომ აი ესე შეგვიძლიათ პერიოდულად თითის დადებით სურათზე დაინახოთ როგორი იყო მანამდე და როგორი გახდა თქვენი ეფექტის დადების შემდეგ. ასევე აი აქ გაქვთ თქვენ history, აი აქ ასე დაჭერისას აი გამოგიჩნდებათ სად რამდენი და რა რაოდენობის ეფექტი გაქვთ გამოყენებული. Close გავიდეთ ერთ თვით უკან და გადავიდეთ შემდეგ ეფექტზე details. ნუ ესეც უკვე თქვენთვის ცნობილია, რას წარმოადგენს. აი ეს არის სტრუქტურა. აი როგორ გამოკვეთა სახლის ნაკვთები, აი ესე. ეს მე არ მინდა, დრაგან ეფექტი გამოგვივა. აი ასე დავაკლოთ პირიქით. Sharpening, ანუ სისუფთავის გასწორება სურათზე. ესეც ძალიან მომეტებული არ გვესაჭიროება. დავეთანხმოთ ისევ ამ ეფექტს და ისევ შევხედოთ როგორი იყო მანამდე. აი ესეთი გახდა ჩვენი დამუშავების შემდეგ.
გადავიდეთ კიდევ შემდეგ ეფექტზე, crop-იც მოგეხსენებათ ყველას რას ნიშნავს. იმ შემთხვევაში თუ თქვენ სურათი გაქვთ ამოსატრიალებელი, ამისთვის თქვენ გამოიყენებთ მეორე, ეხლა rotate ეფექტში შევალთ და განახევთ რა არის საჭირო ამისთვის გამოყენებისთვის. მანამდე კი crop-ში აი გვაქვს აი ესეთი მენიუ, აი ამას დავაჭერთ და ნუ აქ არის თავისი სტილები, როგორ მოჭრას, სიგანეზე, სიმაღლეზე და ასე შემდეგ. ეს არის ორიგინალი, ანუ მოუჭრელი და ეს არის free, ანუ თქვენი ხელის მოძრაობის მიხედვით შეგიძლიათ მოჭრათ სადაც გინდათ. ეს არ გვესაჭიროება, გადავიდეთ შემდეგ ეფექტზე, rotate, აი სურათი თქვათ ამოყირავებულია თქვენი სურათი და აი ამით შეგიძლიათ გაასწოროთ, ან პირიქით აი ესე თითის გასმით მივცეთ რაიმე ესეთი მოძრაობის სურათი გამოგვივა, უფრო ესე გავასწოროთ. ოდნავ მივცეთ დაქანება, აი ასე. დავეთანხმოთ ამასაც. ავირჩიეთ შემდეგი ეფექტი, transform. Transform-ი ჩვენ დაგვეხმარება, როდესაც გამრუდებულია ოდნავ ჩვენი ფოტო, ანუ გეომეტრიულად გამრუდებულია, ან ახლოდან არის გადაღებული და ეგრეთ წოდებული თევზის თვალის ეფექტია გამოყენებული, აი ლინზის გამრუდების ეფექტი, ჩვენ დაგვეხმარება აი ეს ინსტრუმენტი. აქედან ავირჩიოთ, აი vertical perspective, აი ამას ასწორებს, აი ეს ინსტრუმენტი. ასევე გვაქვს ჰორიზონტალური პერსპექტივა, აი ესე. როდესაც თქვენ გადაიღებთ შენობებს და ის ოდნავ დაყირავებულად ჩანს, აი ამით შეგიძლიათ თქვენ გაასწოროთ და გვაქვს ასევე rotation. რომელიც ამ შემთხვევაში ასევე არ გვესაჭიროება. გამოვიდეთ ამ ეფექტიდან, გადავიდეთ შემდეგ ინსტრუმენტზე. Brush-ი ასევე მოგეხსენებათ, რასაც ნიშნავს, რა ინსტრუმენტიც არის და აი აქ არის ჩვენი დამხმარე ინსტრუმენტები, exposure, dodge and burn, temperature, saturation. Dodge and burn, ანუ გამუქება გაშავების ინსტრუმენტია, ესე სადაც წაუსმენთ იმ ადგილს გაათეთრებს. აი ამის რით ვირჩიოთ გათეთრებას, გამუქებას, აი ასე. ამ შემთხვევაში ესე დამუქებს ამ ადგილებს. აქ გვაქვს exposure, ანუ გადაანათებს იმ ადგილს, სადაც ჩვენ გადაусმენთ. აქ გვაქვს კიდე ტემპერატურა, ანუ აი ესე მოუმატებს, გაათბობს, ან პირიქით გააცივებს იმ ადგილს, აი ამით ირჩევთ თქვენ. შემდეგ გვაქვს saturation, სატურაცია, ანუ ფერების განკვეთრება, აი ესე. გადასმით განკვეთრებს იმ ადგილას ფერებს და ეს კი მასკაა, რომ დავინახოთ სად არის წასმული ჩვენი ეფექტი, ანუ იმ ადგილას სადაც ჩვენ გადავატარებთ ეფექტს, აი ეს თვალი, ანუ მასკა გვიჩანს, გვანახებს, სად გვაქვს ის ეფექტი, კერძოდ რომელ მონაკვეთში გვაქვს გამოყენებული. არც ეს არ გვესაჭიროება. გადავიდეთ შემდეგ ინსტრუმენტზე. Selective. ეს არის ძალიან კარგი ინსტრუმენტი და მოდით ახლა დავხედოთ რაში გვეხმარება. დავაპატარავთ. ეს წავშალოთ. აი ესე. შევიდეთ ისევ Selective-ში და მოდით ნახოთ რას გააკეთებს ეს ინსტრუმენტი ჩვენი სურათისთვის. დავაჭიროთ აი ამ პლუსიან წრეს და მოდით დავსვათ აი ამ ადგილას. დავსვათ თავიდან, აი დაჯდა. აი ესე ორი თითის
მოძრაობით შეხედეთ როგორ მასკა იცვლება, აი ესე აკლდება, ეს გააწითლა ის ადგილები, სადაც მისი მოქმედების არეაა განსაზღვრული, აი ესე და მოდით ახლა გავაკეთოთ ესეთი რამ. ავირჩიოთ აი ეს ეფექტი თითის მოძრაობით, ანუ brightness-ი, saturation-ი გვაქვს და კონტრასტი. მოდით მე ავირჩიო brightness, აი ესე და აი იმ რეგიონში, სადაც კი გაწითლებული იყო, სადაც იყო მისი მოქმედების არეალი, აი ესეთ მოქმედებას ატარებს, ანუ brightness-ი აგვიწია 30-ზე დაახლოებით. ეხლა saturation მოვუმატოთ ოდნავ ფერებით, შეგვიძლია 60-ზე და კონტრასტი არ გვესაჭიროება. იგივე რამ შეგვიძლია გავაკეთოთ, მოდით. აი, აქეთან ხარესაც, იქ სადაც აი ეს ლურჯი გვაქვს გამოყენებული, ჩაუსვათ, ასევე გავწელოთ მისი მოქმედების არეა და ასევე გავუკეთოთ brightness 30, როგორც მარჯვენა მხარეს გავაკეთეთ და saturation-ი 60, ისევე როგორც მარჯვენა მხარეს. გაგვისწორდა ეს ორივე მხარე ზუსტად. მოდით, გამოვარდა. მეყადიეთ. ჩავერთეთ ისე. მოდით გავასწოროთ აბა, შევეცადოთ ცა. ავირჩიეთ ისე ეს პლუსიანი, დავდოთ ამ ადგილას და აი ამ ადგილას მოქმედებს. ეს ადგილი ავარჩიოთ, ეს რეგიონი და გავასწოროთ brightness დავაკლოთ ოდნავ და მივცეთ სატურაცია, ესე გაგვისწორდა ცა. თუ გვინდა იგივე ეფექტის გამოყენება თქვათ მარცხენა მხარეს, შეგვიძლია ერთხელ ხელის დაჭერით, აი ამ წერტილზე ინსტრუმენტზე გავაკეთოთ copy და აი აქ გავაკეთოთ paste და აბსოლუტურად იგივე ეფექტი გამოიყენა გვერდითა მხარესაც. მოდით ახლა ოდნავ გავათეთროთ სახე, აი ასე, აი აქ ჩავსვათ, აი სახე მოინიშნა, ანუ გააწითლა ის არეალი, სადაც მოქმედებს ეს ინსტრუმენტი. ძალიან ჭკვიანი პროგრამაა. მხოლოდ სახის კანზეა გადატარებული და სახის კანზე მოქმედებს, შეხედეთ და მოდით ახლა გავასწოროთ brightness-ი, აი, ოდნავ შეგვიძლია გავათეთროთ და მივცეთ სატურაცია, აი ასე. მოკლედ ეს ინსტრუმენტი გაასაგებია უკვე თქვენთვისაც, ძალიან ადვილია, ძალიან მარტივია. ეს როგორც წინა ეფექტში გამოგვიჩინა ყველა საწყისი წერტილი, აი ესე დაჭერა გაშვებით. დავეთანხმოთ ახაც და გადავიდეთ შემდეგ ინსტრუმენტზე. Spot repair არის აი ესეთი ზუსტად აი ეს Photoshop-ის მაგვარი ინსტრუმენტი. შეხედეთ აი ეს წრე, რომელიც დაგვეხმარება ამ სახეზე ცუდი ნაკვთების მოშორებაში. გავადიდოთ ორი თითით, დავაპატარავოთ, ჩავსვათ. თუ თქვენ გინდათ აი ფუნჯის გადიდება, მაშინ სურათი უნდა დააპატარავოთ, აი ესე და იცვლება ფუნჯი. თუ წვრილი ადგილის გასწორება გინდათ, მაშინ აი ესე სურათი პირიქით უნდა გაადიდოთ. აი აქ ნებისმიერი ადგილას თითის დაჭერისას, აი შეხედეთ როგორ ასწორებს კანის იმ მონაკვეთს, სადაც კი დააჭერთ თითს. მოდით თქვათ აი ეს. აი ეს ადგილი გავასწოროთ, დავაჭირეთ, აი შეხედეთ Photoshop-ის მოგვარი ინსტრუმენტია. ძალიან პრაქტიკულია და ძალიან კარგად მუშაობს. აი აქაც ახლა დავაჭირეთ, გაქრა, აი აქაც. აი გაასწორა, ხალები წაშალა. შეგვიძლია ოდნავ გავადიდოთ აი ესე. და კიდევ თავიდან უკვე დიდ მონაკვეთზე
დავადოთ და გავასწოროთ. აი ასე უფრო დიდ მონაკვეთზე შეგვიძლია გავასწოროთ. აი ესე ლაქა დატოვა, ამიტომ მოდით ერთი ანდუ გავუკეთოთ, აი ესე. იმდენი ანდუ შეგვიძლია, რამდენიც ჩვენ მოგვესურვება. ასევე იგივე redo, ანუ ისე უკან დაბრუნება. ეს ინსტრუმენტიც გასაგებია. დავეთანხმოთ აი ამასაც და აი მოდით შევხედოთ ახლა როგორი იყო ჩვენი სურათი მანამდე. დავადოთ უბრალოდ სურათს თითი და აი ეს იყო მანამდე. გავუშვათ, ეს არის ამჟამინდელი ჩვენი გაკეთებული ფოტო. მოდით ახლა გადავიდეთ შემდეგ ეფექტზე, ანუ ეს არის ვინიეტ ეფექტი. ვინიეტი მოგახსენებათ ძალიან კარგი ეფექტია სურათისთვის, ძალიან ალამაზებს. აი ესე ეს ათეთრებს პირიქით, ეს ამუკებს, აი ესე გადავიდეთ შიდა ბრაითნესზე, აი შეხედეთ როგორ ასწორებს სურათს და ალამაზებს ეს ეფექტი. ვინიეტი ჩვენ შეგხვდება ასევე მომდევნო ეფექტებში, ამიტომ მე ამას არ გამოვიყენებ, ვინაიდან ძალიან ჩაგვიმუქდება სურათი. გადავიდეთ უკვე აი ამ ფილტრების მენიუზე. ნუ ესეც უკვე ყველასთვის გასაგებია, ინტუიტიურად უკვე მიხვდებით რომელი იკონკა რას ასრულებს, მაგრამ მოდით მაინც კიდევ გავიაროთ და დავასრულოთ ბოლომდე აი ეს ძალიან გამოსაყენებელი და ძალიან მაგარი პროგრამა, რომელიც უფასოა. შეგახსენებთ, მე ვიდეოს description-ში ჩავდებ, დავწერთ links, play stories links, რომელთაც შეგიძლიათ თქვენ თავისუფლად გადმოიწეროთ თქვენს მობილურ ტელეფონებში. ავირჩიოთ lens blurry, აი ესეც ძალიან მაგარი ეფექტია, ესე შეგიძლიათ მართოთ, გაასწოროთ, ფოკუსში ჩასვათ თქვენთვის საჭირო არეალი, ხოლო დანარჩენი ჩასვათ ფოკუს გარეთ. აქ არის სხვადასხვა ეფექტები, აი ესე, ანუ blurs მოგაცროთ blurs ავრცელებს. აი ამ ფორმების მიხედვით მე ეს არ მესაჭიროება, სიმბოლოჯებია მაინც. ეს კი უკვე tilt shift-ის გადასართულია, ეს პორტრეტზე არ გამოგვადგება, მაგრამ ძალიან მაგარი ეფექტია იმ დროს, როდესაც იგებთ რაიმე შენობებს, გზებს და ასე შემდეგ. პორტრეტისთვის აჯობებს აი ეს სკვალი lens blurry გავუკეთოთ. სახის ადგილი დავტოვოთ. სუფთად, აი ესე. ამით შეგვიძლია გადავაადგილოთ აი ამ წერტილისგან და დავეთანხმოთ აი ამასაც. შეგვიძლია ასე blurs მოუმატოთ აი ესე და ოდნავ დავაკლოთ კიდევაც აი ესე. ასე გავასწოროთ აი ეს გარე არეალი, გარე მინდორე და ასევე ვინიეტიც ოდნავ მოვუმატოთ. ვინიეტს აქ კიდევ არ გამოვიყენებ, ვინაიდან არ გამოჩნდება უკვე სხვა დანარჩენი ეფექტები. დავეთანხმოთ აქაც, აი ესე და გადავიდეთ შემდეგზე. Glamour and Glow. ალბათ მიხვდით უკვე, რასაც წარმოადგენს ეს ეფექტი. Glow არის ესე გამონათება, მაგრამ ოდნავ ბლურავს და კარგავს ნაკვთებს და ეს უკვე ალბათ გოგოებს მოუხდება ეს ეფექტი, glamour ეფექტია, აი ესე და saturation, ანუ იგივე ფერის მომატების, ფერთა გამის გამკვეთრების ეფექტი. Warms იგივე
გათბობა, გაცივება, აი ესე. და აი აქ კიდევ ჩვენ გვაქვს რამოდენიმე თავისი პროგრამის ალტერნატივა, რომელსაც მე არ გამოვიყენებ, აი მას დავეთანხმები და გადავიდეთ ისევ შემდეგ ეფექტზე. Tonal and contrast, აი ესე. აქაც ძალიან მარტივი და ინტუიტიური მენიუს არჩევანია, ასევე მიხვდებით, აი, რასაკეთებს, გაამკვეთრა სახის ნაკვთები, mid-tones, ანუ, აი, ესე ამოუწიოთ, უკვე HDR-ში გადაგვივიდა ეს სურათი, low tones, დავაკლოთ კიდევ, shadows, ანუ ჩრდილებსაც დავაკლოთ, აგვესაჭირება და highlight-ებსაც დავაკლოთ. დავეთანხმოთ ამასაც და გადავიდეთ ისევ შემდეგ ეფექტზე. აი ეს არის ჩვენი HDR ეფექტი, მაგრამ პორტრეტს არ უხდება, HDR-ი ჯობია გამოიყენოთ landscape-ებზე და არა პორტრეტზე. ძალიან ამახინჯებს. ამიტომ HDR-ი არ გვესაჭირება. აქვე გაქვთ ისე პროგრამის პროფილები, არჩევანი, აი people fine strong, ანუ ამას გვთავაზობს ჩვენ რომ გამოვიყენოთ ადამიანებზე, მაგრამ მე მაინც არ ვარ HDR-ის მომხრე პორტრეტებზე. ნუ ეს უკვე დანარჩენი თქვენი გადასაწყვეტია, ვის როგორ მოეწონება. მე უბრალოდ არ მომწონს პორტრეტზე HDR ეფექტის გამოყენება. დავეთანხმოთ, გადავიდეთ ისე შემდეგ ეფექტზე. დრამაც დაახლოებით იგივეა, HDR-ში გადადის, მაგრამ აი ეს უკვე გაგებული გექნებათ ალბათ ესეთი დრაგან ეფექტი, დრაგან პორტრეტის დამუშავების ეფექტი, რომელსაც მე მალე გავაკეთებ და შემოგთავაზებთ მის გაკვეთილსაც. ეს დავტოვოთ თქვათ აი ესე, აქაც არის რამოდენიმე ალტერნატივა, არჩევანი არ მჭირდება. დავეთანხმოთ და გადავიდეთ ისევ შემდეგ ეფექტზე. Grunge, დრამაც განვიხილეთ, გადავიდეთ grunge-ზე. Grunge არის აი ესეთი ჭუჭყი, მტვერი, ქვიშა და ასეთი ეფექტების დამატება შეგიძლიათ. ანუ სურათზე რაღაცა ფონის გადადება, ორმაგი ექსპოზიციასავით, brightness, contrast და ასე შემდეგ. აი აქ უკვე ირჩევთ აი ამ ტექსტურებს, რა ტექსტურა შეგიძლიათ დაადოთ, აი ესე. ანუ სიძველის ეფექტს მატებს სურათს. ეს არ მჭირდება მე. გამოვიდეთ აქედან. გადავიდეთ grainy film, ანუ წერტილები დაუმატა ესე პატარა ქვიშასავით ფილმის ეფექტი. აი, შეხედეთ როგორ ეფექტს აკეთებს. ოდნავ ქვიშასავით აი ესე ფილმის ეფექტის წერტილები დაამატა. Style strength, ანუ აი ესე. აქაც იგივე გვთავაზობს რამოდენიმე არჩევანს. არ მჭირდება, გავაკეთოთ ეს, გადავიდეთ შემდეგზე. რა დაგვჭირდა? Vintage, ანუ ძველი ფოტოს ეფექტია ეს. იგივე манипуляციებია, brightness, contrast, style, length, vignette, ესე ჩამუქება. და აქვე რამოდენიმე პროფილი, აი ამ პროფილებს შეგიძლიათ ენდოთ, აი ესე. ძალიან ალამაზებს ფოტოს, აი შეხედეთ. აი მე მგონი ამ ფოტოს მოუხდა, აი ეს მოუხდა თუ არ ვცდები. დავეთანხმოთ, აი შეხედეთ როგორი იყო ჩვენი სურათი დასაწყისში და როგორი გავხადეთ ამჟამად. აი ესე. ისევ ავირჩიოთ ახალი ეფექტი,
retro looks, ანუ ესეც უკვე გასაგებია, retro სტილია, ძელებული სტილი. აი დააძველა სურათი, saturation დავაკლოთ. აი ანუ სურათის დაძველების სტილია, ესეც ერთ-ერთი, აი გავუკეთე რაღაც გვერდებში. მოხეული ქაღალდის და ასე შემდეგ ესეთი ეფექტები, გადაყვითლებული. ეს არის ალბათობის რეჟიმით, თვითონვე არჩევს, რაიმე ყოველი დაჭერისას. გავიდეთ უკან, არ გვჭირდება ეს ეფექტი ამ სურათისთვის. Noir. ეს არის ძველი, ასევე sepia-ს ეფექტი გავიკეთა. აი noir, ანუ შავ-თეთრ ფოტოს აკეთებს. აი ესეც ძალიან ლამაზი გამოგვია, მაგრამ მე ამჟამად არ მესაჭირება შავ-თეთრი ფოტო, თუმცა ძალიან ლამაზი ეფექტია და მეთანხმებით შეხედავთ, ესე ეფექტური სურათი გამოდის. აქაც იგივე ალტერნატივა გაქვთ, შეგიძლიათ აირჩიოთ პროგრამის მენიუდან. გავიდეთ ისე და ავირჩიოთ ეს black and white. ესეც იგივე შავ-თეთრი ფოტოს ეფექტია. Contrast, აი ესე. აქაც იგივენაირად გვთავაზობს რამოდენიმე არჩევანს. და აი აქ უკვე შეგვიძლია მივცეთ აი ამ ფერების აი შეხედეთ იქ სადაც ყვითელია გამოყენებული ამუქებს, იქ სადაც მწვანეა მწვანეს ამუქებს და ასე შემდეგ. გავიდეთ, ავირჩიოთ ისევ სხვა ეფექტი, frames, ანუ ჩარჩოები. აქ არის ძალიან ბევრი არჩევანი, ერთ-ერთი პირველი ეგრევე ჩაგვისვა თეთრ ჩარჩოში, აი ესე. აქ გვაქვს თავისივე შემოთავაზებები, აი ესე შეგვიძლია ავარჩიოთ რომელიმე ჩარჩო, ნებისმიერი, ძველი ჩარჩო, ახალი, რაღაც ჩუქურთმებით, ლაქებით და ასე შემდეგ. ალბათ ეს უფრო მოხდება ყოველთვის, აი პირველი ან მეორე, ეს ჩარჩოები. და მოდით აი ახლა ამასაც დავეთანხმოთ. ამით ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ სისქე, აი ესე, თითის გაწევ-გამოწევით, ჩარჩოში სისქე შეგვიძლია დავარეგულიროთ. აი ესე თქვათ, დავეთანხმოთ ამასაც და აი ესე დამთავრდა ჩვენი მენიუ, გავიარეთ მთლიანად და მოდით ახლა შევხედოთ კიდევ ერთ ფუნქციას. თუ ჩვენ შევედით, აი აქ დავხედავთ და გამოყენებული გვაქვს ესე იგი. ჩვენ 9 ეფექტია, ეს გვაჩვენებს იმას, რომ 9 ეფექტი გვაქვს ჩვენ გამოყენებული და ნებისმიერი მათგანი აი გამოგვიჩნდა ყველა გამოყენებული ეფექტი, გამოგვიჩნდა აი აქ. ნებისმიერი ეფექტი ჩვენ შეგვიძლია აი აქედან ისე წაუშალოთ, აი ანუ როდესაც ვირჩევთ აი ამ ეფექტს, გადადის სურათი იმ რეჟიმზე, როდესაც აი ეს ეფექტი მქონდა მხოლოდ გამოყენებული. გადავიდეთ აი ესე, შემდეგ აი ეს ეფექტი გამოვიყენეთ, ეს ეფექტი, ეს და ასე შემდეგ. ანუ გაიხსენეთ Photoshop-ის history და ზუსტად Photoshop-ის history-ს წააგავს. Close, გამოვიდეთ ისე და საბოლოო ჯამში აი ესე დავაჭერთ თითს, აი ეს იყო მანამდე ჩვენი სურათი და ეს არის ამჟამად დამუშავებული ფოტო. შეხედეთ რა ლამაზი გამოგვივიდა, ძალიან ეფექტური და შეიძლება ითქვას, რომ Photoshop-ის გარეშე ჩვენ შევძელით აი ესე თუ გნებავთ ქუჩაში, თუნდაც მოხდებით ისე ქუჩაში, გადაიგოთ რამე ძალიან კარგ საინტერესო სურათს, მოგეწონებათ კადრი და ესე Photoshop-ის გარეშე შეგიძლიათ პროფესიონალ დონეზე დაამუშავოთ თქვენი სურათი და გაუზიაროთ თქვენს მეგობრებს. აი შეხედეთ რა ლამაზი ფოტო გამოგვივიდა, გავუკეთოთ აუცილებლად save, აი ესე და აქ დაგიწერთ, რომ თქვენი ფოტო დასეივებულია, აი completed. გადაატარა ყველა ეფექტი და ასეივა და ჩვენი ფოტო უკვე მზად არის.
დღეისათვის სულ ეს იყო. მე ამ პროგრამის ამ აპლიკაციის description-ს კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ დავდებ ვიდეოს description-ში, შეგიძლიათ ჩამოწეროთ აბსოლუტურად უფასო აპლიკაცია, ძალიან გამოსადეგარია, ძალიან პრაქტიკულია და ძალიან დაგეხმარებათ თქვენი სურათების გალამაზებაში და დამუშავებაში. შემოგვიერთდით, გააკეთეთ subscribe აუცილებლად და ჩვენ დღეიდან კიდევ ახალი პლეილისტი დაგვემატა Android აპლიკაციების განხილვა. კიდევ ერთი მინდა შეგახსენოთ, რომ ეს აპლიკაცია არ არის მხოლოდ Android-ისთვის, მე ასევე დავდებ iOS-ის ლინკსაც, App Store-დან გადმოსაწერთ ლინკს, რომელიც ასევე უფასოა App Store-ის მარკეტებშიც და შეუძლიათ iPhone-ის მომხმარებლებსაც გადმოიწერონ და ისარგებლონ ეს პროგრამა. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ თქვენთან ერთად იყო მიხეილი HD ჩემი არხი YouTube-ზე, შემოგვიერთდით, გააკეთეთ subscribe და თქვენ აღარ გამოგრჩებათ ძალიან საინტერესო გაკვეთილები. დროებით, კარგად.